მოგესალმებით, ეთერში ამოამბეათ საათზე ახალ ამბებს მარიამ ვაშაძე გაგაცნობთ. სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტს და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე დღეს პარლამენტში იმსჯელებენ. გაიმართება 4 კომიტეტის გაერთიანებული სხდომა. ესენია საფინანსო, საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკის, ევროპასთან ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტები. მთავრობამ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი რამდენიმე ახალი ინიციატივით წარადგინა. კერძოდ პროექტი ითვალისწინებს 75 მილიონ ლარს ფიზიკურ პირებზე უცხოურ ვალუტაში გაცემული საბანკო სესხების ეროვნულ ვალუტაში კონვერტირების ხელშეწყობის ღონისძიებისთვის. მილიარდ 270 მილიონით მეტი დაიხარჯება 2017 წელს, ვიდრე წელს იხარჯება. 4%-იანი მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდა არის ჩადებული მომავალ წელს, 4%-იანია ფისკალური დეფიციტი წელს, 2017 წელს. 1 იანვრიდან ასევე მოქმედებას იწყებს ეგრეთ წოდებული ესტონური მოდელი, მოგების გადასახადის გადავადებული გადახდა. საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოთ მიმოსვლა სავარაუდოდ 2017 წლის დასაწყისში შეძლებენ. ევროინტეგრაციის მინისტრის განმარტებით ახლად დარჩენილია კენჭისხრა ევროპარლამენტში, რასაც პროცედურული ნაწილი მოყვება კომისიაში. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამ პროცესებს საქართველოსთვის წინ გადადგმულ ამჯერად აფასებს შეფასებას ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში საკეთებენ. ოპოზიცია ამბობს, რომ კენჭისხრაზე საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდება. საკუთრებული დიდ არც დროა საჭირო და არც პროცედურები. ხელმოწერის შემდგომ უკვე მე ვიმედოვნებ და ვფიქრობ, რომ არ ვწდები, როგორც ვარაუდებდი ადრე, მომავალი წლის დასაწყისიდან ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლებათ ევროკავშირში და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მკვეთრად გამოხატული ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ეს ევროპული ორიენტაცია, რომელიც არის, ასე ვთქვათ, ჩვენი არა მარტო საგარეო პოლიტიკური, არამედ შიდა პოლიტიკური პრიორიტეტი. მე მგონია, რომ დარჩა მართლა ტექნიკური სამუშაო და რაღაცა კვირეების საქმე უფრო არის ეს ვიდრე თვეების, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, ქართული პასპორტის მქონე ადამიანებმა მიიღონ უვიზოთ ევროპაში არაგრძელვადიანი, მოკლევადიანი ვიზიტების საშუალება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის დასრულებას უახლოეს მომავალში ელის. ამის შესახებ ჟან მარკერომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა. მან ქართულ კოლეგას ეგრეთ წოდებული შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს და ევროპარლამენტს შორის შეთანხმების მიღწევა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებისთვის დარჩენილი პროცედურები მოკლე ვადაში დასრულდება. ევროს მინისტერიალის ფარგლებში სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს რიგით 22 სხდომა გაიმართა. მინისტერიალზე მხარეებმა ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს, მათ შორის პოლიტიკური, დარგობრივი და საპარლამენტაშორისო ურთიერთქმედების მიმართულებით. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს სუამ პლუს ფორმატის თანამშრომლობა ორგანიზაციის ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და იაპონიასთან. სხდომაზე საქართველოს 2017 წელს სუამის თავმჯდომარეობა ჩაიბარა. მიხეილ ჯანელიძემ საბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობის პროგრამა ერთად ძლიერი სუამისთვის წარუდგინა. ასევე გაიმართა სუამ პლუს იაპონია ფორმატის შეხვედრა, რომელშიც იაპონურ მხარეს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ნობუო გიში წარმოადგენდა. იაპონია ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას. ეს ურთიერთობები ვითარდება უკვე მრავალი წელია. ძირითადი აქცენტი კეთდება ეკონომიკურ პროექტებზე. ჩვენ თანამშრომლობთ სუამი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ასევე ჩვენი პრიორიტეტი იქნება, რომ ეს ურთიერთობები სუამის და ამერიკის შეერთებული შტატების ასევე აქტიური იყოს მომავალ წელს და განხორციელდეს ერთობლივი პროექტები. ვემზადებით იმისთვის, რომ ჩატარდეს ბიზნეს ფორუმი, ასევე მაღალი დონის შეხვედრები და შეთანხმდეს ახალი დოკუმენტები, რომელზეც მიმდინარეობდა მუშაობა ამ პერიოდში, სავაჭრო სფეროში, საბაჟო სფეროში. საქართველოს პრეზიდენტი ინალკოში ქართული ენის კათედრის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა. გიორგი მარგოლაშვილმა ქართული ენის პროფესორებთან იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რომელიც ქართული ენის კათედრის წინაშე დგას. საქართველოს პრეზიდენტი ინალკოს სამეცნიერო საუნივერსიტეტო საბიბლიოთეკო ცენტრს ეწვია და წიგნის ფონდი დაათვალიერა, სადაც უნიკალური ქართული ხელნაწერები და ქართულ ენაზე დაბეჭდილი ლიტერატურა ინახება. ქართული ესეთი ენა, რომ არავინ შემთხვევით არ სწავლობს ქართულს. ყველას აქვს თავისი მიზეზი ან მიზანი და ამიტომ სწავლობს ქართულს და
ძალიან კარგი სტუდენტები ყავს. ზოგი სწავლობს მაგალითად პოლიტიკისთვის, ისტორიკისათვის. აქ ჩამოვედით, რომ ვისწავლო კინორეჟისურა და აქ კიდე ფილმებს ვაკეთებ, რომ მოვედი ინალკოში აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტში, რომ ქართული ჩემი მშობლიური ენა რომ მესწავლა. ეგრეთ წოდებული ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულები ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკი ფხალაძე დღეს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებიან. ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 9-თვიანი ვადა მიმდინარე თვეში ამოეწურა. ირაკლი ფხალაძის ადვოკატის განცხადებით, პროკურატურას მისი დაცვის ქვეშ ყოფის წინააღმდეგ მტკიცებულება არ აქვს. პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით საქართველოს პროკურატურა მიმდინარე წლის მარტში 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის ზურაბ ჯამალაშვილსა და ადვოკატ ირაკლი ფხალაძეზე. ჯამალაშვილი და ფხალაძე სისხლის სამართლის კოდექსის 157 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოდ უკანონოდ მოპოვება შენახვა გავრცელებას ეხება. მინისტრი, რომელსაც ბინაში რეგისტრირებული კომპანია აქვს, სახელმწიფოს მილიონზე მეტი ვალით. ამის შესახებ დღეს საია ისაუბრებს. არასამთავრობო ორგანიზაციამ კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წევრს სახელმწიფოს მიერ იჯარით გაცემული ერთ-ერთი მსხვილი ობიექტი აქვს და ის ფინანსურ ვალდებულებებს არღვევს. მესამე სექტორისთვის ასევე გაურკვეველია ამ კომპანიის შემოსავლები და გადასახადები. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აღნიშნულ თემაზე მტკიცებულებები და სპეციალური დოკუმენტები აქვს მომზადებული, რომელსაც მედიას წარუდგენს. კვლევაში საუბარი არის არა მხოლოდ ერთ მინისტრზე, არამედ საუბარია რამდენიმე თანამდებობის პირზე, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები არიან ესენი და ჩვენ გვაფიქრებთ, რომ სახელმწიფო უნდა გადადგეს მეტი ნაბიჯები, და როდესაც კონკრეტული კომპანია იღებს ვალდებულებას და არ ასრულებს ამ აღებულ ვალდებულებებს, უნდა შეწყვიტოს ხელშეკრულება. დაბალი ტემპერატურა საქართველოში დღის ბოლომდე შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი. 11 დეკემბრიდან ჰაერის ტემპერატურა ბარში შედარებით გათბება, მთასა და მაღალმთაში კი -15 გრადუსი მიაღწევს. სამართალთა ამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით მარნეულში ერთი პირი დააკავეს. დაკავებული საცხოვრებელი ბინით შრეკისას ნარკოტიკული საშუალების 75 აბე ამოიღეს, ასევე ამოღებულია ტრამადოლის შემცველი 64 აბი. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. სოლომონის კუნძულებზე 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის ცუნამის ცენტრმა ცუნამის საფრთხის შესახებ კუნძულის მაცხოვრებლები გააფრთხილა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ საფრთხე აღარ არსებობდა. მიწისძვრა სოლომონის კუნძულებზე ადგილობრივი დროით 17 საათზე და 39 წუთზე. ირაკირას დასახლებიდან 68 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა. მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მიწისქვეშა ბიძგები შექმნა ვანუატუს, ნაურუსა და ახალი გვინეის მოსახლეობამაც. უნგრეთის ხელისუფლებამ ქალაქ ბიჭკეში ტოლვილთა ბანაკი ვადაზე ადრე დახურა. ბანაკის დახურვის მომენტში იქ სულ 60-მდე მიგრანტი იმყოფებოდა, რომელსაც ხელისუფლებამ ტერიტორიის დასატოვებლად 1 საათიანი ვადა მისცა. მიგრანტთა ნაწილი ავსტრიის საზღვართან მდებარე ბანაკში გადაიყვანეს, ნაწილი კი ბუდაპეშტში უსახლკაროთა თავშესაფარში. გასულ წელს საიმიგრაციო კრიზისის პერიოდში ბიჭკეს ტოლვილთა ბანაკში 1500-მდე მიგრანტი იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით ხელისუფლებამ ბანაკის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. პენტაგონის ინფორმაციით შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის მიერ განხორციელებული ოპერაციების შედეგად სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს 50,000-მდე მებრძოლია ლიკვიდირებული. პენტაგონის წარმომადგენლობის ინფორმაციით 2014 წლის შემოდგომიდან მოყოლებული შეერთებულმა შტატებმა 12,000-ზე მეტი ავიაიერიში განახორციელა. შეერთებული შტატების სენატმა პენტაგონს რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა აუკრძალა. შეზღუდვას ის კანონპროექტი შეიცავს, რომელიც პენტაგონის მომავალი წლის ფინანსირებას ითვალისწინებს. დოკუმენტში წერია, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის სამხედრო თანამშრომლობა იმ დრომდე იკრძალება, სანამ რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში აგრესიას არ შეწყვეტს. 2017 წლის თავდაცვის ბიუჯეტი $618 მილიარდ აღემატება. სენატი ასევე მოუწოდებს მომავალ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს რუსეთთან მკაცრი პოზიცია დაიკავოს.
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა შეხვედრაზე მხარეებმა გარემოს დაცვის სფეროში ეკონომიკური რისკების გამოთვლის მნიშვნელობაზე იმსჯელეს, ასევე განიხილეს სამინისტროს პრიორიტეტები მსგავსი რისკების შეფასების კუთხით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლები სამინისტროში ამ მიმართულებით არსებულ მიდგომებს გაეცნენ. უწყება გარემოს დაცვითი რისკების ეკონომიკური და ფისკალური ანალიზის და გარემოს დაცვითი კატასტროფების რისკების მართვის სტრატეგიების შემუშავებითაა დაინტერესებული. ვისაუბრეთ ბუნებრივი რესურსების გამოყენების ხარჯსარგებლიანობაზე და იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს ბუნებრივი კატასტროფების რისკების შეფასებისა და პრევენციისას ეკონომიკური საკითხების გათვალისწინების მიმართულებით. მომდევნო ამ დროისთვის დასრულებულია მე 12 საათამდე გემშვიდობებით, დროებით.